სალომე ზურაბიშვილმა ვინც დააჯილდოვა ჟურნალისტები მათზე თავდამსხმელები თუ დაიჭირეს სასტრაფოდ რო გამოკეთეს ზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე ციხეში აი მათზე თავდამსხმელები დაჭერილები არა ვინმე კითხულობს აი ეს წელტყელების წერავი კოლექტიური წილოსანი ამას კითხულობს რაც შეეხება შენ კითხვას ეს არის კომპენსაცია იმის სანქციის ეთყობა დასანქცირებულ გომელაურს ახლა აჯერებენ რომ ყაველაშვილის მიცემული ორდენით უნდა განაგრძოს ცხოვრება და აი დასავლეთმა რომ თავმოყარეობა შეულახა მე მგონი თავმოყარეობა კი საბანკო ბარათი შეულახა და დაასანქცირა ეხლა ყაველაშვილი რო გმირ პოლიცია პარალელურად რა ხდება ამათი დაჯილდოების ბავშვი მოკვდა სახელმწიფოს არქონის გამო უკვე მე რამდენი ტრაგედია და მე რამდენი მიმდინარეობს გამოძიება დღეს ადამიანი ჩაცხრილეს მანქანაში გუშინ ვიღაცა სტუბრები გასტაცეს კრიმინალმა იმატა იმიტომ რომ თურმე ლაზერებს და სასტვენებს და იმას რა ქვია მოპროტესტე ხალხს უნდა ზდიონ ქუჩაში და ამიტომ რა თქმა უნდა იცი რისი მეშინია კიდე აი ამათი ეს პროპაგანდის მანქანა ეხა ჩართული როგორ იმუშავებს ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიძინებული და ვერაფრით ვერ გამოღვიძებული ხალხის რეაქცია იმიტომ რომ მაგალითად რუსი დედები და ცოლები უკრაინელებზე ბრაზდებოდნენ რუსები რომ იხოცებოდნენ 18 წლის იქ ომში იმის მაგივრად რომ პუტინზე გაბრაზდა რომ რატომ იშვებ ომში სხვის ქვეყანაში სხვის ტერიტორიაზე დასაპყრობად ბრაზდებოდნენ უკრაინელზე ჩემი იქ ჩასულშვილს რატო ესროლაო და ეხლა ესენი შეიძლება ჩვენზე ბრაზდებოდნენ ვიღაცები რომ რატო ატარებთ მიტინგებს და რატო იბრძვით იმიტომ რომ აი პოლიციას მე აღარ ცალია და განუკითხაობა ქვეყანაში და უნდა იცოდეს ყველამ და ამის ახსნას და ამის გაგებინებას უნდა მოვანდომოთ ძალიან დიდი დრო ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი და დამსახურებაც როცა ხელისუფლებაშია კონკრეტული ძალა დღეს ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი დამსახურება არის ის რომ გამოყვარეს ყველა ცივილიზებული ორგანიზაციიდან რამდენიც არ უნდა იძახო რომ გამოვედით და ბრალი არის ის რომ უბრალოდ ჯანმრთელობა ფსიქიკური ფიზიკური ყველანაირი ცდილობს რომ შეგვირყიოს მეც მინდა ლაშას დავეთანხმო ჩვენ სადუშვებთ შეცდომას შიმშილობა მის აქცია ჯაჭვი ასეთი რაღაცეები ყოველთვის ეფექტურია დემოკრატიაში იმიტომ რომ იქ იგულისხმება თავისთავად რომ ხელისუფლება წუხდება ხალხის ხმით და ადამიანის ჯანმრთელობა და სამსახური და ასე შემდეგ პატივი და ღირსება მისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ რომ ვიცოდეთ რომ ნინო წილოსანმა რაც დაწერა იმიტომ რომ იმას არ ყოფნის ახლა ინტელექტი რომ თავი შეიკავოს ასეთი რაღაცებს წერს და დაახლოებით ეგრე ფიქრობს ბიძინადან ვიდრე ბოლო მის დაცვის წევრამდე და იქ ტიტუშკები რო დარბიან ესენი ყველა ასე ფიქრობენ ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ყველა სიცოცხლე და ყველა პირიქით წადით ან დაიხოცეთ ეს ორი არჩევანი გვაქვს რომ ვიღაცები წავიდნენ და ვიღაცები დაიხოცონ და რატომ იმიტომ რომ ბიზნეს ბიტკოინების რაღაც იმას გენერირებას ხელი ეშლება თუ რატომ აი რას ეწირება მთელი ქვეყანა თუ დაუფიქრდება აი სულელი ტელევიზორი რო უდეს თავში იმედის აუწყებლობა რო უდეს თავში ტვინის მაგალითად თავის თავს ერთხელ ხო შეიძლება კითხოს რომ ბიზნეს ბიტკოინების გამო ამ ქვეყანას რატომ ხვევს ასეთ შარში ნუ ეხლა ეს ახალი დისკურსი ხო არის რომ აი ამ ხალხს ომის ეშინია და ამიტომ ირჩევს ბიზნეს და ასეთი დაუცველები ჩვენ ეხლა რო ვარ და 1000 ჯერ მარტო ჩვენ გადაცემაში ლაშას სლოგანი ქონდა რომ ევროკავშირში არ არის მარტო ომი რომ ომი არ არის იმ ქვეყნებში რომელიც დაცულია ზუსტადაც რომ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებული და მათთან მოთანამშრომლი სტრატეგიული პარტნიორებით მილიონჯერ მოვყევით რომ 2008 წელს ამერიკულმა გემმა რომელიც ჩაუზღვაში შემოვიდა დიდწილად დაიცვა მაშინ რომ თბილისში არ შემოვიდა პუტინი ხო და ეხლა თუ არაფრის გაგონება არ გინდა და მარტო ასავალ და იმედი გინდა წინ აფარებული კონდეს მე რა უნდა ვუშველო ასეთ ხელს ხო უბრალოდ ჩვენ არ ეხლა ცდილობენ გაწეხვას ეს დაჭერები რაც დაანონსდა ლევან გოგიჩაიშვილის იქ ნორბით სახლში მიუვარდნენ რომ ვითომ რაღაც გადატრიალების მოწყობით აი გივით არგამაძეს ქონდა სტატუსი რომ აპირებენ
ხალხის დაჭერას, ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის ჩვენზე კარგად იცის, ყველაფერი გამოაწყდა, რომ 300-მდე ადამიანს სიებდა. ისა პირველად ამ სიებზე რომ მოვისმინე, ვიფიქრე, რომ ეს ჩვენ დასაშინებლად, ეხლა სუსი ხო მუშაობს, რომ სუსის დავალება დღეს რა არის, რომ აი ეს ჩვენი შეკრება და ჩვენი ერთობა რაღაცნაირად დააკუცმაცოს, დაშინება, როგორც არჩევნების წინ გააკეთა, დაშინება, დაშანტაჟება, მოსყიდვა, კონფლიქტების წარმოშობაც არის ადგილზე, რომ ერთმანეთზე გადავერთოთ და რა, ან მესამე ხარისხოვან თემებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის და ვიფიქრე, რომ აი 300 კაცს დაჭერა, ხო არ არის კიდე რაღაცა მესიჯი, რომ აი ვიღაცებს თვითცენზურა და ის ჩაერთოთ, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდნენ დღესვე უკვე მაგ გეგმის შესრულებაზე, რომ ადამიანებს იჭერენ და ცდილობენ, რომ პროტესტი გამოხშირონ. ხო, გურამ მათქონაშვილს დაწერა ქეთი რამოდენიმე საათის წინ, რომ შეუთვალეს, რომ უპირებენ დაკავებას პირდაპირ ასე. ბოდიში ვერ გავიგე მინდა წერა. გურამ მათქონაშვილმა რეჟისორმა. გურამ მათქონაშვილმა დაწერა და აი თან დაკავებული იყო უკვე ერთხელ და ძალიან ნერვიულობ, რომ კიდევ მართლა არ დაიჭირონ, იმიტომ რომ მე საერთოდ აღარ მჯერა, რომ რამეს და ვინმეს მოერიდებიან და ვინც ახლა ვერ აი კიდე რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ კიდე რასაც მაგალითად 12 წელი ვუშვებთ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, პეტიციები, რაღაც ერთი ახლა დაიწყე ამ ვაჭრობას ტყვეებით და ზოგადად დასავლეთმა რა შეცდომას დაუშვა რუსეთთან მიმართებაში და ჩვენ რაც დავუშვით ქოცებთან მიმართებაში. აი 2017 წლის სტატუსი ამომიგდო, მაშინაც ამათ რუსობაზე ვწერდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში მეთანხმებოდა 5 ჩემი თანამოაზრე თუ 6. დანარჩენები მაინც ცდილობდნენ, რომ აი ბოლომდე ქოცებთან თანამშრომლობით რაღაცნაირად ისინი გადაეკეთებინა და ჩვენ ამ გადაცემაშიც მე შენ და ლაშას გვილაპარაკე, რომ ავტოკრატიები ახერხებენ თანამშრომლობას ერთმანეთთან, მაგრამ დემოკრატიას ავტოკრატიაში ეს დემოკრატია ვერ შეაქვს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო გერმანიის და რუსეთის ურთიერთობა, ხო? რომელიც ფიქრობდა, რომ აი ეკონომიკური აი ეს USAID-ის პროგრამებზე დღეს გაოგნებული რო წერს ხალხი, რომ ესენი ძალიან უმადურები არიან და არაფერი არ დაუფასეს ამერიკულ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით შიმშილს გადაარჩინეს 90-იანებში ეს ქვეყანა, შიმშილით ამოწყვეტას გადაარჩინეს. აი ასეთი უმედეთი, აი მარგარიტა სიმონიანი მაგალითად ამერიკაში იყო წასული და აი ამ გაცვლითი პროგრამით სწავლობდა და მე დაბრუნდა კგბ-შნიცად. ამიტომ დასავლეთსაც გადასახედი აქვს ზოგადად რაში და როგორ იხარჯება ფული, რომელსაც აი უმადური ადამიანები, შალვა პაპუაშვილი, მაგალითად ირაკლი კობახიძე და ყოფილი არასამთავრობოელები, რომლებიც ახლა მთელი ძალით ებრძვიან იმას, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე რაც რუსეთმა ანგრია, დასავლეთი ეხმარებოდა ამის აღდგენაში, რესტავრაციაში, აშენებაში, ფეხზე დადგომაში და რამდენი სიკეთე გაუკეთებია ამ ქვეყანას. გადარჩენაში ალბათ ხო ქეთიო, მძიმე 90-იანი წლებიდან სწორედ აი ამ დახმარებების წყალობით მოვედით აქამდე. გადარჩა ფიზიკურად ერი. პირდაპირ მნიშვნელობით გადაგვარჩინეს შიმშილით სიკვდილს, წყლის დაბინძურებით სიკვდილს. უამრავი პროგრამა იყო და ეს გვარები, რომელიც ჩამოწერილი იყო დღეს, რომ აი ამ ადამიანების დიდი ნაწილი ქართული კულტურული ძეგლების, სამედიცინო სფეროში, მაგალითად გულის ოპერაციების ჩატარების და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ფული იხარჯებოდა დასავლეთიდან იმაში, რომ ეს ქვეყანას დამსგავსებოდა. და ქვეყნის პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრემიერი კობახიძე ბედავს და დღეს ამბობს, რომ ნეტაო დიდი ხნით შეჩერდეს კიდევ. აი ასეთ. თვითონ კარგია უფასო განათლება რომ მიიღო გერმანიაში? კმაყოფილია, ფეხებზე კიდია ხო ეხლა უკვე ყველანაირი დასავლეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თვითონ ეს განათლება იმაში გამოადგა, რომ ბიზნეს მონა იყოს და აქედანაც ჩანს, რომ ჩვენ გვჭირდება სულ სხვა რაღაც მოდელზე გადაწყობა ამ ქვეყნის შენს. აი ესეთი შალვა პაპუაშვილიც ეგრე არასამთავრობოში მუშაობდა. და ის ზაურ დარგალი მაგალითად, ხო? ესე იგი არასამთავრობო წურბელებივით აცლიდნენ რესურს, ფულს, განათლებას და მე ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ ქოცების სიაში წასულიყო წინ. ამიტომ დასავლეთმაც უნდა დაიწყოს იდეალისტების, ღირებულებების და ადამიანური რესურსის იმგვარად დაფინანსება, რომ კარიერისტებმა არ გამოიყენონ სათავისად. იმიტომ რომ დღეს მაგალითად აბსოლუტურად გულწრფელად აღშფოთებული ხალხის სტატუსები ვნახე, ამდენი უმადური საიდან და უმადურობა არის ადვილი.
ბევრად ადვილი ქმედებაა, ვისაც ინდისრად, ვიდრე მადლიერების განცდა და მადლიერების დაბრუნების თუნდაც ცდილობა, ხო? ამოიგდეს ყბა 2 წელია მინიმუმ უკვე დასავლეთის ლანძღვით. და რო კითხო, თავისი შვილებისთვის თვითონ დოლარი უნდა, შვილებისთვის დასავლეთი უნდა სასწავლებლად და საცხოვრებლად და გასაქცევათაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი არ უნდათ, უბრალოდ არ ექნება სხვა გზა იმედია. არც ერთი ქვეყანა ამათ არ მიიღებს რუსეთის გარდა. აი ასე თუ გაგზავნებენ კი უკვე აკეთებენ იმას, რის გამოც ისინი კეთროვანები არიან ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩემი აზრით. და ეხლა რასაც ჩვენ გვიკეთებენ კიდე ამას არ ვიცი, აი ასე როგორ უნდა ჩამოაგრიო გუშინ, აი ავტობუსში რო გაჟღერდა ზურა ჟვანიას სიტყვები, მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი, ხო ჩვენი იდენტობის ახალი იდენტობის განსაზღვრა, ახალის კი არა, დაბრუნებული ძველის. რომ ჩვენ ვიღაც ჩერნაჟოპები კი არ ვართ, როგორც რუსები გვეძახდნენ, რომ ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები და ვიბრუნებთ დამოუკიდებლობას და იდენტობას და ავტობუსში რო გაისმა იფიქრებდი, რომ აი ამ რამდენიმე დღეში მე გამოგვიყვან, ან ისე მოიქცნენ, რომ არსად აღარ არის ქვეყანა მიღებული და რაც თავი სულ მინდა ვერ წვდები უბრალოდ ამ იმედის მაყურებლებს და ქუჩაში თუ ვნახე ვინმე კი ვეტყვი, რომ წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი ნუ აიგივებენ თავის თავს საქართველოსთან. საქართველო ვართ ჩვენ ქართველი ხალხი. ეგენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველო მიიტაცეს და იმედია დროებით, მოტყუებით, რუსული სპეცოპერაციით დაგეგმვით, ნელ-ნელა გამოშიგვნით და მზაკრული 12 წლიანი გეგმით. და არ არიან ეგენი საქართველო, ეგენი არიან არის ეს ტერმინი დოკუმენტებში აღწერილი მიტაცებული სახელმწიფო. დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა უბრალოდ. ამიტომ თავის თავს საქართველოს ნუ ეძახიან.